იცოდით, რომ სამყაროს ისტორიაში ათასობით ქვეყანა არსებობდა, რომლებიც დღეს საერთოდ აღარ არიან რუკაზე. ზოგი მათგანი დაიპყრეს, ზოგიც შიდა ომიანობის გამო გაქრა, ზოგიც უბრალოდ დაივიწყეს. დღეს გავიხსენებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ოდესღაც ძლიერი, დამოუკიდებელი და ცნობილნი იყვნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ისტორიაში, ძველ რუკებსა და ლეგენდებში არსებობენ. მოდი ვიმოგზაუროთ დროში და ვნახოთ გამქრალი ქალაქების ისტორია. სანამ უშუალოდ ვიდეოს განხილვაზე გადავალ, არ დაგავიწყეს რომ გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარეზღილაკი, ასევე დაალაიქე ვიდეო და დამიტოვე კომენტარი. დავიწყოთ. პოლონეთ-ლიტვის რესპუბლიკა. მე-17 საუკუნეში პოლონეთ-ლიტვის რესპუბლიკა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო. მისი ტერიტორიები ვრცელდებოდა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, დღევანდელი პოლონეთი, ლიტვა, ბელარუსი, უკრაინა და კიდევ ნაწილი რუსეთიდან. მაგრამ შიდა დაპირისპირებებმა და შიდა ომიანობამ, ასევე მეზობელი იმპერიების რუსეთი, ავსტრია და პრუსიაზე წოლამ ქვეყანა ნელ-ნელა დაშალა. 1995 წელს რესპუბლიკა საბოლოოდ გაქრა რუკიდან და მხოლოდ 123 წლის შემდეგ, 1918 წელს პოლონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა. ჰავაის სამეფო. დიახ, ჰავაი ოდესღაც დამოუკიდებელი სამეფო იყო. მე-19 საუკუნეში მეფე კამეჰამეჰა პირველმა გააერთიანა კუნძულები და შექმნა ძლიერი ტროპიკული სახელმწიფო. თუმცა ამერიკელმა ბიზნესმენებმა და სამხედროებმა მალევე დაინახეს მისი სტრატეგიული მდებარეობა. 1893 წელს ამერიკელებმა მეფე ლილიო კალანი გადააყენეს და რამდენიმე წლის შემდეგ ჰავაი ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად გამოაცხადეს. დღესაც ბევრ ადგილობრივს სწამს, რომ მათი სამეფო უკანონოდ გააუქმეს. ტიბეტის სამეფო. ტიბეტი საუკუნეების განმავლობაში იყო ბუდისტური სამეფო, მშვიდი, იზოლირებული და უნიკალური კულტურით. 1950 წელს ჩინეთმა ტიბეტი გაათავისუფლა, ფაქტობრივად დაიპყრო. ტიბეტელები ამბობენ, რომ მათ აკარგეს დამოუკიდებლობა, ასევე მათი ენა და კულტურა თანდათან ქრება. დალაი ლამა, ქვეყნის სულიერი ლიდერი, დღემდე სულიერ გაგებით ცხოვრობს ინდოეთში. ტიბეტი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო დაკარგულ ქვეყანად თანამედროვე პოლიტიკაში. ნაბატეელთა სამეფო. შეიძლება იცით რა შესახებ, ქვებში გამოკვეთილი საოცარი ქალაქი იორდანიაში. ალბათ ისიც იცი, რომ ეს იყო ნაბატეელთა სამეფო დედაქალაქი. ნაბატეელები იყვნენ უდაბნოს ვაჭრები, რომლებიც არაბეთსა და ხმელთაშუა ზღვას შორის აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს. ისინი გამდიდრდნენ, შექმნეს მოწინავე წყლის სისტემა და უნიკალური არქიტექტურა, მაგრამ ბოლოს რომაელებმა დაიპყრეს და ნელ-ნელა გაქრნენ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. ვენეციის რესპუბლიკა. ვენეცია დღეს იტალიის ქალაქია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში, შუა საუკუნეებიდან მე-18 საუკუნემდე ეს იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ვენეციელებს ჰყავდათ საკუთარი ფლოტი, კოლონიები, დოგები და იყვნენ ზღვის ვაჭრობის ოსტატები. მაგრამ სამწუხაროდ ამან დიდხანს ვერ გასტენა, ვენეციამ ძალა დაკარგა. 1797 წელს კი ნაპოლეონმა რესპუბლიკა საბოლოოდ გააუქმა. იუგოსლავია. იუგოსლავია იყო ქვეყანა, რომელიც აერთიანებდა სერბეთს, ხორვატიას, ბოსნიას, მონტენეგროს, მაკედონიას და სლოვენიას. 1929 წელს შეიქმნა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალისტური ფედერაცია გახდა. თუმცა 1990-იან წლებში ეროვნული დაპირისპირებები, ომები და პოლიტიკური ამბიციები გახდა ქვეყნის ნაწილებად დაშლის მიზეზი. იუგოსლავია გაქრა, მაგრამ მისი ისტორია დღემდე ახსენებს, რა შეიძლება მოხდეს, როცა ხალხი გაყოფილია ეთნიკურად და იდეოლოგიურად. ჩეხოსლოვაკია. ეს ქვეყანა შედგებოდა ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან და შეიქმნა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ ორი ერი მშვიდობიანად დაშორდა ერთმანეთს. 1993 წელს ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაიქცა, ჩეხეთად და სლოვაკეთად. ეს იშვიათი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა მშვიდობიანად გაქრეს. ხორეზმის შაჰთა იმპერია. მე-18 საუკუნეში შუა აზიაში არსებობდა ძლიერი მუსულმანური სახელმწიფო ხორეზმი. ის იყო მდიდარი ვაჭრობით, კულტურითა და მეცნიერებით, სანამ ერთ დღეს ჩინგის ხანი არ გამოჩნდა. მონღოლებმა ხორეზმი მიწასთან გაასწორეს და იმპერია რამდენიმე წელში სრულიად გაქრა. მისი ნანგრევები დღეს უზბეკეთს და თურქმენეთშია გაფანტული. ნორმანდიის საჰერცოგო. წარმოიდგინე, რომ 1000 წლის წინ ჩრდილოეთ საფრანგეთის სანაპიროს ვიკინგები ესხმიან თავს და იპყრობენ სოფლებსა და ქალაქებს. ვიკინგები იყვნენ სკანდინავიიდან ჩამოსული მებრძოლები, ნორვეგიელები და დანიელები, რომლებიც ზღვიდან იპყრობდნენ ნებისმიერ მიწას. და ერთ დღეს ამ მიწებზე ჩამოსულმა ლიდერმა სახელად როლომ გადაწყვიტა, რომ აღარ გაეგრძელებინა მათი ძარცვა, მას უნდოდა, რომ დასახლება გაეშენებინა და შეექმნა თავისი პირადი სამეფო. 911 წელს საფრანგეთის მეფემ შარლ მარტომ ამ ვიკინგს როლოს შესთავაზა შეთანხმება.
რომ თუ ის შეწყვეტდა ფრანკული მიწების თავდასხმას და დაიცავდა მათ სხვა ვიკინგებისგან, მიიღებდა ტერიტორიას სამფლობელოდ. ასე დაარსდა ნორმანდიის საჰერცოგო, ქვეყანა, რომლის სახელიც მომდინარეობს სიტყვიდან ნორმანები, ანუ ჩრდილოელი კაცები. ნორმანდიელები მალე აღარ იყვნენ მხოლოდ ვიკინგები, ისინი შერეულნი იყვნენ ფრანგებთან, სწავლობდნენ მათ ენას, კულტურას და გახდნენ შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და ამბიციური საზოგადოება. მათი მთავარი ქალაქი იყო რუანი, სადაც ჰერცოგი მართავდა სახელმწიფოს, რომელსაც საკუთარი არმია, კანონები და ფული ჰქონდა. ნორმანდიელებმა საოცრად სწრაფად აითვისეს დასავლური ქრისტიანული სამყარო და მათ შორის წარმოიშვნენ ძლიერი დინასტიები. ყველაზე ცნობილი იყო ვილიამ დამპყრობელი, ანუ როლოს თავმავალი. 1066 წელს მან მოითხოვა ინგლისის ტახტი, რადგან მეფე ედუარდ აღმსარებელმა მემკვიდრედ ის დაასახელა. თუმცა ინგლისელებმა უარი უთხრეს და ვილიამმა გადაწყვიტა თავისი ბედის ზღვაში გამოეცადა. იგი გადმოვიდა ნორმანდიიდან ინგლისში. დაამარცხა ინგლისის მეფე ჰაროლდი ჰესტინგის ბრძოლაში და გახდა ინგლისის მეფე ვილიამ I. ამით დაიწყო ახალი ერა. ნორმანები მართავდნენ ინგლისს, ააშენეს ციხე-ქალაქები, მათ შორის ცნობილი ტაუერი და მთლიანად შეცვალეს ინგლისის ენა, კანონები და კულტურა. ნორმანდია კი დარჩა როგორც დამოუკიდებელი საჰერცოგო, რომელიც ორივე მხარეს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის იყო მოქცეული. სწორედ ეს შუაში ყოფნა გახდა მისი სისუსტე. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ინგლისის მეფეები, რომლებიც ნორმანდიელთა შთამომავლები იყვნენ, მოითხოვდნენ ამ მიწების უკან დაბრუნებას. ამის პარალელურად საფრანგეთის მეფებიც იგივეს ცდილობდნენ. საბოლოოდ 1204 წელს ფრანგთა მეფე ფილიპე მეორე ნორმანდია მთლიანად დაიპყრო და საჰერცოგო შეუერთა საფრანგეთს. ნორმანდიელების დამოუკიდებლობა დასრულდა, მაგრამ მათი გავლენა ევროპაზე დარჩა საუკუნეების განმავლობაში. საინტერესოა, რომ ნორმანდიელები მხოლოდ საფრანგეთსა და ინგლისით არ შემოიფარგლნენ. ისინი ჩასულან სიცილიაში და სამხრეთ იტალიაშიც, რომ იქაც შეიქმნათ სამეფო. მათ გამო ინგლისურ ენაში დღემდე უამრავი ფრანგული სიტყვა არსებობს. ასევე ნორმანდია, როგორც ქვეყანა დაიკარგა რუკიდან, მაგრამ ნორმანდიელების სისხლი და ენა დღემდე ტრიალებს ინგლისის და საფრანგეთის ისტორიაში. ატლანტიდა, დაკარგული ცივილიზაცია თუ გაფრთხილება კაცობრიობისთვის. ატლანტიდა, სახელწოდება, რომელიც თითქმის ყველას სმენია, მაგრამ რეალურად არავინ იცის ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. ეს ისტორია იწყება დაახლოებით 2400 წლის წინ, ბერძენ ფილოსოფოსთან, პლატონთან. იგი თავის დიალოგებში ტიმეოსში და კრიტიაში აღწერს მძლავრ ქვეყანას, რომელსაც ეწოდება ატლანტიდა. პლატონის თქმით, ატლანტიდა იყო დიდი კუნძული, ჰერკულესის სვეტების მიღმა, რაც დღევანდელ გიბრალტარის სრუტეს ნიშნავს. იქ ცხოვრობდა განვითარებული ხალხი, ძლევამოსილი ტექნოლოგიურად განვითარებული და მდიდარი რესურსებით. კუნძული იყო იდეალურად ორგანიზებული, ქალაქები წრიული ფორმებით, არხებით გარშემორტყმული, უზარმაზარი სასახლეებით და ტაძრებით გაშენებული. მათი დედაქალაქი მდებარეობდა ზუსტად ცენტრში, სადაც უზარმაზარი ტაძარი ეძღვნებოდა ღმერთ პოსეიდონს. ატლანტიდელები თავდაპირველად სამართლიანი და სულიერად მოწინავე ხალხი იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ პარტავნებამ და ძალაუფლების სიყვარულმა მათი ბუნება შეცვალა. მათ დაიწყეს სხვა ქვეყნებზე ომი, ხალხის დამონება და ბუნების მიმართ უპატივცემულობა. და აი, პლატონის მიხედვით ღმერთებმა, როცა დაინახეს მათი სულიერი დაცემა, ერთ ღამეს მიწის ძვრისა და წყალდიდობის შედეგად ატლანტიდა ზღვაში ჩაძირეს. ერთი დღე და ღამე და ყველაფერი გაქრა, აღწერს პლატონი. საინტერესოა, რომ პლატონი ამბობდა, ეს ამბავი მან მოისმინა ეგვიპტელი მღვდლებისგან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს ისტორია 1000 წლით უფრო ძველი იყო, ვიდრე ბერძნული ცივილიზაცია. მას შემდეგ 1000 მკვლევარი, მეცნიერი და მოყვარული ცდილობდა ატლანტიდის პოვნას. ზოგი ამტკიცებდა, რომ ის სანტორინის კუნძულია, რომელიც 1600 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე აფეთქებულმა ვულკანმა გაანადგურა. სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს კრეტაა, მინოსის ცივილიზაცია, რომელიც მართლაც განვითარებული და მდიდარი იყო. ზოგი კი ამბობს, რომ ატლანტიდა შეიძლება ატლანტის ოკეანის შუაგულში იყო, იქ, სადაც დღეს აზორების კუნძულია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ პლატონის ატლანტიდა არ იყო რეალური ადგილი, არამედ ალეგორია, მორალური გაკვეთილი. პლატონი შეიძლება ამ ისტორიით გვაფრთხილებდა კიდეც. როცა ცივილიზაცია იწყებს საკუთარ ძალაუფლებაზე უფრო მეტ ზრუნვას ვიდრე სულიერებაზე, ის აუცილებლად იძირება. მაგრამ ადამიანები მაინც ეძებენ ატლანტიდას, იმიტომ რომ ეს ისტორია გვპირდება იმედს, რომ სადღაც ოკეანის შუაგულში შეიძლება იმალებოდეს დაკარგული სამყარო და ძველი ცივილიზაცია. თანამედროვე წყალქვეშა ექსპედიციებმა ზოგან მართლაც აღმოაჩინეს უცნაური სტრუქტურები,
ქვის ბლოკები, ხაზები და თითქოს ქუჩის ნაშთები, მაგრამ მეცნიერები ჯერ ვერ ადასტურებენ, რომ ეს ნამდვილად ატლანტიდაა. შეიძლება ატლანტიდა არ არსებობდა ფიზიკურად, მაგრამ მისი იდეა ცივილიზაციის დაღუპვა, სიამაყისა და სიხარბის გამო რეალური გაფრთხილებაა. ყოველ ეპოქაში იყო თავისი ატლანტიდა, რომის იმპერია, ბაბილონი, ტიბეტი, იუგოსლავია, ყველა ძლევამოსილი ქვეყანა, რომელიც დაინგრა შიგნიდან, საკუთარი სისუსტის გამო. ატლანტიდა ამიტომაც რჩება მარადიულ სიმბოლოდ, დაკარგული ქალაქის, რომელიც ადამიანურ სიამაყესთან ერთად ჩაიძირა, მაგრამ ისტორიაში დარჩა როგორც რწმენა, რომ ყოველი დაცემა შეიძლება იქცეს გაკვეთილად. ეს ვიდეოც ასე მიიწურა. არ დაგავიწყეს არხის გამოწერა და ძალით ლაიქის გააქტიურება, ასევე დამილაიქე ვიდეო და დამიტოვე კომენტარი. მე შემდეგ ვიდეო უნდა გეფშტობები. დროებით.